გამიზრდოს რომ დავახმაროთ. 7 აგვისტოს თავისუფლებიდან ვარდების მოედნამდე ოკუპაციის დღისადმი მიზღული აქცია გაიმართება. დღეს პუშკინის სკვერში ინტერნეტ ჯგუფ რეაქციის წევრებმა დაგეგმილი ღონისძიების დეტალური გეგმა წარმოადგინეს. თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე აღწერილი იქნება 1873 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე საქართველოს ოკუპაციის მცდელობის ყველა თარიღი და დეტალი. აქციის ერთ-ერთი ნაწილი 9 აპრილის მოვლენებია. შიდაძის ქუჩაზე განთავსდება 2 ჯავშან მანქანა, დალაგდება ტიტები და ნიჩბები. აქცია დღის 12 საათზე დაიწყება და ღამის 12 საათზე დასრულდება. Ძირითადად ამას ექნება გამოფენის ფორმა, გაცოცხლდება 9 აპრილი, გაცოცხლდება არა, ეს იქნება უფრო ესეთი გაშეშებული კადრის მომენტი იქნება და ყველაზე მეტად ამიტომ იქნება დატვირთული 9 აპრილი, რომელიც არის უახლესი ისტორიიდან და აგვისტოს ომი, იმიტომ რომ აგვისტოს ომის წლისთავია მაინც და ამას ეძღვნება ეს ყველაფერი. მიზანი ამისა, რასაც აკეთებს ინტერნეტ ჯგუფი რეაქცია არის ის, რომ 7 აგვისტოს კიდევ ერთხელ ჩამოვიაროთ იმელიდან თავისუფლების მოედნამდე გავიაროთ ეს მოკლე მანძილი ისტორიისა და ვნახოთ რომ ამ 226 წლიანი ოკუპაციის მანძილზე ამ იმპერიას გარდა სისხლისა, უბედურებისა და გადაგვარებისა არაფერი საქართველოსთვის არ მოუტანია კარგი.